ის სულ რაღაც 20 წლის იყო, როცა თავის ძმასთან ერთად ფრონტზე წავიდა. 1941 წელს თინა მშობლიური სოფელ თორტიზიდან თბილისში საკუთარ ძმასთან, ლავრენტისთან ერთად ჩამოვიდა. იმავე წელს სამედიცინო დების კურსებიც დაამთავრა და მოხალისედ წავიდა ფრონტზე. თინა შავი ზღვის სანაპირო ზოლში დაიჭრა, მაგრამ განკურნებისთანავე კვლავ ფრონტზე დაბრუნდა. ბედის წერამ თინა ყუბანში საკუთარი ძმის ასეულში მოახვედრა. თითქოს ისინი ღმერთმა შეახვედრა, რომ უკანასკნელად ენახათ ერთმანეთი. ბრძოლის ველზე მტრის ტყვიამ ლავრენტი იმსხვერპლა. მან საკუთარი დის ხელებში დალია სული. სწორედ იმ წამს ძმის ცხედართან თინამ ფიცი დადო. ის გაჩნდებოდა იქ, სადაც ყველაზე მეტად გაჭირდებოდა, სადაც ყველაზე დიდი ცეცხლი იქნებოდა და გადაარჩენდა ყველას, ვისაც მისი დახმარება დასჭირდებოდა. თინას არაფრის ეშინოდა. ის 4-ჯერ დაიჭრა და ყოველი განკურნების შემდეგ ისევ ბრძოლის ველზე ბრუნდებოდა. 1945 წლის 24 აპრილი. გამარჯვებამდე სულ რამდენიმე დღე რჩებოდა. ჰოჰენცოლერის არხის გადალახვისას მსროლელთა პოლკი მოულოდნელ თავდასხმაში მოჰყვა. ცეცხლისა და კვამლის ალში თინა დაჭრილებს ნავში სვამდა და სამშვიდობოს ისტუმრებდა. როცა გერმანული დესანტი დაჭრილების ტყვე დააყვანას ცდილობდა, თინამ ტყვეობას სიკვდილი არჩია. გახსნილი ხელყუმბარით ხელში ცივ წყალში გადახდა. მან ფიცი შეასრულა. გადაარჩინა სხვები, საკუთარი თავი კი სამარადისო დიდებას მიაბარა. ეს თინა იოსებიძეა და ის 24 წლის იყო. ყოველთვის, როცა იოსებიძის ქუჩაზე გაივლით, გაიხსენეთ პატარა გოგონა, რომელმაც დაამტკიცა, რომ თავისუფლების სიყვარული და ერთგულება სიკვდილზე ძლიერია.